მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ MZ და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube არხზე. ერთჩვენიერ დღეს გადავწყვიტე რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის გატაცება, რასაც ვქვია გეიმინგი, უბრალოდ გამესტრიმა. თავიდანვე მივხვდი იმას, რომ ამ ყოველფრისთვის დამჭირდებოდა ბევრად ძლიერი კომპიუტერი, რაც იმ მომენტში მქონდა. იმასთან შედარებით. დავიწყე ინფორმაციის მოძიება კომპიუტერებთან დაკავშირებით, ვცდილობდი ქართულად მომეპოვებინა ძირითადად ინფორმაცია, თუმცა ეს ყველაფერი მთავრდებოდა წარუმატებლობით. Changelange shune ვეძებთ loadscope language file. ბევრ ძალიან სპეციფიურ ნიუანს, ტერმინოლოგიას და ჩემთვის სრულად გაუგებარ დეტალებს ვაწყდებოდი, რაც თავიდან ძალიან რთული მეჩვენებოდა. მოკლედ ამ ინფორმაციის მოძიებაში იმდენი დრო და რესურსი დავხარჯე და საბოლოო ჯამში ისეთ აზარტში შევედი, რომ ავაწყე რამდენიმე კომპიუტერი, ათეულობით კომპიუტერი, რომელიც საბოლოო ჯამში ხან ჩემთვის დავიტოვე, რაღაც პერიოდი ვიყენებდი, ტესტავდი, overclockings უკეთებდი, სხვადასხვა ნაწილებს ვცვლიდი და საბოლოო ჯამში ვყიდდი ან კერძო შეკვეთებზე ვმუშაობდი. ახლა კი, რადგან ვაწყობ ახალ სისტემას, ჩემს უკან მოცემული ნივთებით, გადავწყვიტე რომ მთლიანი ეს პროცესი თქვენთვის გამეზიარებინა. შესაბამისად, ამ არხზე თქვენ პერიოდულად შეხვდებით ტექსი ახლებს, კომპიუტერული მიმართულებით, სხვადასხვა დეტალების და მაკომპლექტებელი ნაწილების სიღრმისეულ განხილვას, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩემი მხრიდან, უბრალოდ ტექ რჩევებს შეიძლება შეხვდეთ და რაც ყველაზე მთავარია, გეიმინგ სტრიმებს. ახლა მოდი დავიწყოთ ყველაზე მთავარით. რადგან ჩემი კომპიუტერი უნდა ყოფილიყო გეიმინგ მონსტრი, თანამედროვე დეტალებით დაკომპლექტებული, თავიდანვე გადავწყვიტე რომ არ დავინდობდი ჩემს საფულეს და არც ერთ თეთრს, რომელიც მასში ინახებოდა. რთული გადაწყვეტილების მერე რომ მთლიანი ფული უნდა დამეხარჯა, იზღა დამჩნდა რომ უბრალოდ მაკომპლექტებელი ნაწილები შემერჩია. პირველი ეს იყო პროცესორი. თავარი ნაწილი კომპიუტერში. ზოგ ადამიანს გონია რომ პროცესორი არის მთლიანი кейსი, თუმცა ეს ასე არ არის. პროცესორი არის ერთი ჩიპი, რომელიც ჩათვალეთ რომ ტვინია. ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ Ryzen 7 9800X3D-ზე. ვინც არის ეს პროცესორი გამოვიდა 2024 წლის 7 ნოემბერს, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო მარაგები ეგრევე იწურება, თუმცა 6 დღიანი ჩასაფრების და refresh ღილაკის გასპამვის მერე, როგორც კი დაიდო გასაყიდად, ეგრევე დავაჭირეთ ორდერს, ჩვენი საფულის 30% თუ 20% გავისროლეთ და აღნიშნული პროცესორი წამოვიდა საქართველოსკენ. აგერ არის ჩვენი ძმა და მეგობარი. ცხადია მას შესაბამისი მაზერიც შეუძინეთ, რომელიც უზრუნველყოფდა გრძელვადიან პერიოდში თანამედროვე პროცესორების, რომელიც მომავალში გამოვიდა და მხარდაჭერას სოკეტის აქტუალურობის ხარჯზე გამოვიწერეთ ROG Crosshair Hero X870, რომელიც ძალიან ძვირი იყო. $700 ბორდისთვის დამეთანხმებით რომ არის ძალიან ძვირი, თუმცა რას ვიზამთ. მოდით, გავხსნათ ახლა ეს ყველაფერი. აგერ ჩვენი პროცესორი 9800X3D, რომელიც იქნება 8 ბირთვიანი პროცესორი, წარმოდგენილი 8 ბირთვი 3D V-cache-ით. ეს პროცესორი უზრუნველყოფს თამაშების უმაღლეს პერფორმანსს. თამაშების მიმართულებით, ამაზე უკეთესი ღევანდელ ბაზარზე არ არსებობს. რა თქმა უნდა, მომავალში Ryzen-ი აპირებს გამოუშვას 16 ბირთვიანი, რომელსაც 8 ბირთვი ექნება V-cache-ის გარეშე და 8 ბირთვი ექნება V-cache-ით, თუმცა წინა გამოცდილება გვეუბნება, რომ 7800X-ი X3D უბრალოდ უფრო კარგ შედეგებს დებდა უშუალოდ თამაშებში. აქ არ არის საუბარი პროდუქტიულობაზე და რაღაც პროგრამებზე, რომელიც გამოიყენება რენდერისთვის თუ სხვა კრეატიული აქტივობებისთვის. გულწრფელად ვიტყვი, რომ $700 არასდროს გადამიხდია მაზერში, თუმცა Asus-მა ბრიგი ტექნოლოგიები გამოიყენა, როგორიც არის RAM-ების Nitro Pass ტექნოლოგია, რაღაც ესე ეძახიან, პინები, რომელიც RAM-ს ეხებოდა, ერთგვარად შეცვალეს დიზაინი და ირწმუნებიან, რომ რაღაცა გაუმჯობესებას იძლევა. რა გვაქვს? ნახოთ აბა რა გვაქვს. ძიმე მაზერს მე შევხედავთ მენუალი, რომელშიც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი წერია და ამ დეტალებს ჩვენ განვიხილავთ. ეს არის Wi-Fi-ის ანტენა, რომელსაც დავაყენებთ. თქ, SATA კაბელები, ფლეშკა, ეს BIOS-ის დასაყენებლად გამოგვაგება. დანარჩენი ისეთი არაფერი არ დევს, ბოთლის გასახსნელი, სხვადასხვა ტიპის სამაგრები, გადამყვანები, კაბელები, რომელსაც სავარაუდოდ არ გამოვიყენებ, SSD-ს დამჭერი და მეტი საინტერესო ისეთი არაფერი.
და ნუ რა თქმა უნდა სტიკერები. ეს გამოგვადგება. ერთი ცუდი ის გააკეთეს, რომ ვიდეო კარტის ამოსაღები რაც ჰქონდა X670-ის აქ უკვე მოაშორეს, აღარ აქვს. ანუ ერთ მაზერზე დაუშვეს ეს ტექნოლოგია და მეორეზე უკვე ამოიღეს სამწუხაროდ. მაზერბორდი არის ესეთი, აქვს უკანა backplate-ი დამცავი, ისე აი 5.0 მხარდაჭერის სლოტები SSD-სთვის, ერთი ეს დაამატეს, რომ ეს იხსნება მარტივად. მაზერბორდს ჩემი აზრით ჭირდება ცალკე ძალიან ბევრი დეტალის განხილვა, აქ ლეინები, რამების სლოტები, სხვადასხვა კონექტორები, რომელიც ძალიან საინტერესოა. Wi-Fi 7.0, ბევრი რაღაცაა რა. ამას მე ჩვენ ერთიანად განვიხილავთ სხვა ვიდეოში, რადგან ეს კონკრეტული ვიდეო არის მხოლოდ კომპიუტერის აწყობაზე, იმიტომ რომ ამას ვერ დავფარავთ, მაშინ 3 საათიანი ვიდეო გამოგვივა. მაზერი ვინც არის, ეს არის მთავარი პლატა, ბორდი, რომელსაც დედა პლატას ეძახიან და ის აკავშირებს ერთმანეთთან ყველაფერს, უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბორდი იყოს სწორად შერჩეული იმ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანილი, რომელზეც ვაპირებთ, რომ ზოგადად სისტემა ავაწყოთ. ავიღეთ ახლა ჩვენი მაზერი და შევცვალოთ აი ეს ბრეკეტი. მთავარი ატვირკარ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არის ბრეკეტი, რომელზეც იყობოდით. ბრეკეტი, რომელსაც დავაყენებთ. შევუდგეთ აბა საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის კეთების პროცესში ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იმიტომ რომ ამ ადგილას აქვს დედა პლატას, იგივე მაზერს ძალიან ბევრი პინი და პატარა მარტივი შეხებითაც შეგვიძლია დავაზიანოთ. გულწრფელად გითხრათ არ ვიცი. ანუ მე მგონია რომ მწარმოებელს ამაზე არ ექნება რეკომენდაცია გაცემული, რომ ესე ჩვენ სოკეტი მოუხსნათ. ბატაო რომ მოდიხარ ჯიგარო. ამოვიდა ჯიგარი. რა თქმა უნდა მაზერს ეს გავწმინდოთ მაინც ხელი გქონდა მოკიდებული. ხო. რა თქმა უნდა პროცესორს ვდებთ შიგნით სამკუთხედი ზემოთ, აქ ასევე აქვს ეს მითითებული. სამკუთხედი უნდა გავაკეთოთ ზემოთ. ძალიან რთულია შეგეშალოთ პროცესორის ჩაყენება, ძალიან ფრთხილად ეს ჩავატკაცვნოთ და всё, ის ჩაჯდა თავის ბუდეში. მერე ვიღებთ ამას. ვადებთ ზემოდან. და всё, ჩვენი საქმე თითქმის დამთავრებულია. აი, რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში ჯვარედინად ვუჭერთ თითო-თითოდ, არ არის აუცილებელი ზედმეტი გადავუჭიროთ. მთავარია რომ გადავუჭიროთ ჯვარედინად. და ჩვენი ყელებით ვიგრძნოთ, როცა არის საკმარისი ეს გადაჭერა. არ არის აუცილებელი, რომ ფეხით შევადგეთ დედ, რადგან ამას არაფერი არ მოგვვა ნამდვილად. შემდეგი მაკომპლექტებელი ნაწილი ეს არის რამები. რამები ყენდება პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე სლოტში A1, A2, B1, B2. როგორც წესი, ყველაზე იდეალური განლაგება რამების ჩემთვის ესთეტიურად არის 4-ვე სლოტი, როცა არის ავსეთ, თუმცა AM5-ის პლატფორმას უჭირს 4-ვე სლოტზე მუშაობა, როცა 64 გიგაბაიტი და უფრო მეტ VRAM-ზე ვამუშავებთ. ამიტომ ჩვენ რადგან გვინდოდა 64 გიგაბაიტი, გადავწყვიტეთ მხოლოდ 2 სლოტზე გაგვეშვა. ჩვენ შემთხვევაში არჩევანი გავაკეთეთ 6000 Hz-იან CL30 64 გიგაბაიტიან RAM-ებზე G-Skill Trident Z5 Neo, რომელიც უშუალოდ AMD-სთვის არის, აქვს Expo-ს ფუნქციონალი. რამდენი RAM გვიდევს? რამდენი RAM გვიდევს? რას ნიშნავს ახლა ეს ყველა დეტალი, რომელიც ჩვენ რა ხარუხით ჩამოვაყალიბეთ? ოპერატიული მეხსიერების სიჩქარე არ არის მხოლოდ ჰერცები და მარტო ჰერცებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე არის აუცილებელი მივაქციოთ ტაიმინგებს ყურადღება. ტაიმინგები, რასაც latency-ს ეძახიან. ტაიმინგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ტაიმინგებით იზომება ის მონაცემების გაცვლის დრო, მინიმალური თუ მაქსიმალური დრო, როცა ერთი ჩიპიდან მეორე ჩიპში რამი გადასცემს მონაცემს. როგორც მე გავიგე, რამის ინჟინერი და ტექნოლოგი მე არ ვარ და ვერც ვერასდროს ვერ გავხდები სავარაუდოდ, მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით და წირი დროით, რაც მქონდა და რადგან ამას დავუთმე, ცალკე რამებზე გვექნება ძალიან ვრცელი ვიდეო. მომავალში გამოდის ასევე სხვანაირი ტექნოლოგია რამების, რომელსაც მეხსიერების მოდულის კონტროლერი თვითონ რამში ექნება და არა
პროცესორში და მაგაზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. როგორც გითხარით, რამები ირჩევა 3 კომპონენტიდან გამომდინარე, ეს არის მეხსიერების ზომა, გიგაბაიტები, რამდენი გიგაბაიტიანი რამია, ტაიმინგები და რამდენი არის სიჩქარე 6000 Hz-იანი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია კონტენტის შექმნისთვის. არსებობს ასე 8000 Hz-იანი, რომელიც არის 48 გიგაბაიტიანი, რომელიც უფრო მაღლა წევს სიხშირეებს, თუმცა კომპენსირება ხდება გიგაბაიტების ხარჯზე ამ სიჩქარის, იმიტომ რომ 8000 Hz-ზე 64 გიგაბაიტს ფიზიკურად ვერ უშვებ. ბევრნაირი რამე არსებობს, ბევრნაირი სიჩქარით, ბევრნაირი ტაიმინგებით და ყურადღება უნდა გავამახვილოთ მწარმოებლის QVL-ზე. აღნიშნული რამები უნდა ჩავსვათ A1, B1, ანუ პირველ და მესამე სლოტში, ან A2, B2, იგივე რაც არის მეორე და მეოთხე სლოტში. არავითარ შემთხვევაში არ ვსვათ პირველ ორში და მესამე მეოთხეში. ესეთ დაწყვილებას არ ვაკეთებთ. მართალია 4 სტიკი რამი უფრო ლამაზია ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ AM5 რადგან არის ბოლო პლატფორმა, მე ჯერ არ მქონია ესეთ შემთხვევა, რომ 6000 Hz-ზე 64 გიგაბაიტი 4 სტიკით 16 გიგაბაიტიანი გავმართე და 6000 Hz-ზე Expo ავამუშავე. შეიძლება ჩემი შედარებით არაკვალიფიცირების დამსახურებაა, რადგან ვიცი, რომ ჩემზე უფრო ჩახედული ადამიანები არსებობენ და თუ მაგათგან რამე რჩევას მივიღებ, მე სიამოვნებით წავიკითხავ კომენტარებს ან პირად შეტყობინებებს და მიკომენტარეთ. ასევე იმიტომ არ შევარჩიეთ 4 სტიკი 64 გიგაბაიტზე და ალბათ იმიტომ ვერ მუშაობს, რომ QVL-ში ამ კონკრეტული მაზერის წარმოებელს qualified vendor list, ანუ ჩანგელაგუნგე ლოაცკუპელანგუგე ფაილ მწარმოებლის სიაში, რომელიც აქვს ყველა დედაპლატას, წერია ძალიან თვალსაჩინოდ, რომ არ არის იქ ისეთი კონფიგურაცია რამები, სადაც 4-ზე 64 გიგაბაიტს 6000 Hz-ზე ვამუშავებთ. ეგეთი სტიკი არ არსებობს ბუნებაში. ყოველ შემთხვევაში, ეხა ამ კონკრეტულ მომენტში ესეთი რამი არ არის შიგნით. ჩავაყენოთ ეხა ეს რამები, ვნახოთ აბა როგორ მოუხდება ჩვენს ახალ მაზერს. რა თქმა უნდა, ხელი ხშირებჯერ მოვკიდე, ამიტომ რამებს გავასუფთავებ ყველა ვარიანტში. ჩვენი რამებიც ადგილზეა. გავაგრძელეთ. სისტემისთვის გამოვიყენებთ 2 SSD-ს, 1 ტერაბაიტიან Western Digital S850 და მეორე 2 ტერაბაიტიან Crucial T500, რომლის ორივე SSD-ის სიჩქარე არის ამ შემთხვევაში Crucial-ის არის 7400 მეგაბიტი წამში, რაც არის 7 გიგაბაიტი წამში, დაახლოებით 7.5. PCI 4.0 მეოთხე თაობის SSD. ხოლო Western Digital-ის შემთხვევაშიც, ეს ჩემი ძველი SSD-ა, რომელზეც მე Windows-ი მაქვს ჩაწერილი და ამ SSD-ს ხშირად ვიყენებ. Western Digital-ს აქვს 7000 მეგაბიტი წამში, რაც ასევე 7 გიგაბაიტამდე ადის. ეს არის 1 ტერაბაიტიანი, ძალიან სტაბილური და სანდო ბრენდი. აღნიშნული ორივე SSD გახლავთ PCI 4.0, ანუ მეოთხე თაობის SSD. ეს არის M2 ტიპის მეხსიერება, რომელიც უშუალოდ დედაპლატაზე ყენდება, ბორდთან არის უშუალო კონტაქტში და ამიტომ გვაძლევს ესეთ მაღალ წარმადობას, მაღალ სიჩქარეებზე. ორი მიზეზი თუ რატომ არ შევიძინე PCI 5.0-ის, ანუ მეხუთე თაობის SSD. პირველი ეს არის ის, რომ ეგეთი SSD-ები, ანუ ბოლო თაობის მეხუთე თაობის SSD ძალიან ცხელდება და ისეთ ტემპერატურებზე ადის, ზოგჯერ 90-100 გრადუსზე ადის, როცა დიდი ინფორმაციის გადაცემა ხდება და რეალურ ცხოვრებაში დიდ განსხვავებას თამაშებში, რომლისთვისაც ჩვენ ამ კომპიუტერს ვაწყობთ, დიდ განსხვავებას არ გვაძლევს. თამაშებში თითქმის თვალით შეუმჩნეველი სხვაობა არის, როცა თამაშის თატვირთვა ხდება, თამაშის გაშვება და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კომპონენტში ჩვენ თანხა დავზოგეთ რეალურად და მომავალში როცა დასტაბილურდება და რაღაცა რეალური შედეგი იმ ფულის დახარჯვასთან მიმართებაში გვექნება, რომელიც ამ PCI 5.0 SSD-ებში უნდა გადაიხადო, მერე დავაპგრეიდებით ერთი PCI 5.0 SSD-ის ფასად, ჩვენ შევიძინეთ 2 ცალი, ეს უფრო ადრე შევიძინე, მაგრამ ორივე SSD დაჯდა $250 ჯამში. რა თქმა უნდა, ამ სლოტზე ჩვენ ვსვამთ იმ SSD-ს, რომელშიც Windows-ი გვიწერია და სადაც თამაშებია და ეს არის უბრალოდ მონაცემების შესანახი რა, დამატებითი მეხსიერება, სადაც ჩვენ რაღაცა ფაილებს, რენდერებს და ასე შემდეგ შევინახავთ. რა თქმა უნდა, ეს უნდა ავაცალოთ. ერთი და ასევე უნდა ავაცალოთ
მაზერზე არსებული ეს. დავმონტაჟოთ. არ გიწევთ არებით არის ვინტის დამატება და ასე შემდეგ და პირდაპირ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ ყველანაირი დატვირთვის არეში. SSD არის ჩამონტაჟებული ძალიან, ცოტა ანყალებს ეს ამას ბევრი უჩიო და რივიუების დროსაც. თუმცა არაფერი ისეთი საგანგაშო. მეორე SSD ჩაყენდება ჩიპსეტის სლოტში, რომელიც გახლავთ აქ ერთ-ერთი, რადგან ამ სლოტში ჩაყენების შემთხვევაში ჩვენ PCI X16-ს არ წავართმევთ ხაზებს. მას შემდეგ რაც ჩავაყენეთ თითქმის ყველაფერი, პროცესორი, RAM-ები, SSD-ები, ეხა ის გადაგვრჩენია რომ ეს პატარა სილამაზე ჩავდოთ უფრო დიდ სილამაზეში. ეს არის Asus ROG Strix-ის Helios-ის кейსი, იტევს დაახლოებით 7 ფანს. აღნიშნული кейსი საქართველოს ბაზარზე 1000-დან 1400 ლარამდე მერხეობს, იმიტომ რომ არის ძალიან მძიმე. არის ახლა 20 კილომდე, შეიძლება ცოტა მეტი. кейსის თვითონ ადგილზე ღირებულება არის, მაშინ როცა მე შევიძინე $260 პლუს $200-მდე ტრანსპორტირება პლუს გამბაჟება. პროცესორის გაგრილებისთვის გადავწყვიტე გამომეყენებინა Corsair-ის წყლის დაშტამპული გაგრილება, რომელსაც AIO-ს ეძახიან. AIO. ამ გაგრილების დაყენება, იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ Intel-თან შედარებით ბევრად ენერგოეფექტური პროცესორია, არ ცხელდება, არის გრილი და ამ კონკრეტულ პროცესორზე მე კიდე სხვა ვიდეოში მოვყვებით რა ტექნოლოგიური სიახლეები გააკეთა AMD-მ. გადავწყვიტეთ 360 მმ-იანი წყლის გაგრილება, რომელზეც ასევე შევიძინეთ LCD screen-ი. ეს დამატებით ესთეტიურ ხასიათს და სილამაზეს შესძენს ჩვენ სისტემას. ეს ორივე კომპლექტში გაჯდა $240-მდე, $250-240. кейსში როგორც უკვე ვთქვით, ყენდება 7-დან 8 ფანამდე, ვინც არიცით, ფანი არის აი ეს ჯიგარი, რომელიც ესე უსასრულოდ ტრიალებს და აგრილებს ჩვენს სისტემას. არჩევანი გავაკეთეთ Corsair-ზე, იმიტომ რომ წყლის გაგრილებაც ჰქონდა Corsair-ის. ეს კონკრეტული ფანი არის 120 მმ-იანი, თუმცა ამ кейსში შეიძლება 140 მმ-იანი ფანებიც დავაყენოთ 7 ცალი მაქსიმუმ. 8 ცალს ვერ დავაყენებ. ხო, ამ კონკრეტულ ფანებს, რომელიც 7-მდე დაყენდება, დავაკავშირებთ ერთმანეთთან კომანდერებით. ეს ნაწილი გჭირდება იმისთვის, რომ აქეთა მხრიდან დავაკავშიროთ სიჩქარის მაკონტროლებელი, მეორე მხრიდან კი RGB განათების მაკონტროლებელი და ჯამში ერთ კონტროლერზე ყენდება 6 ფანი, ჩვენ რადგან 7 გვაქვს, ერთი ცალი არ გვეყოფოდა და გადავწყვიტეთ, რომ გქონოდა 2 ცალი. დაახლოებით დავხარჯეთ $100 2 ცალი კონტროლერი და ფანებიც $100, $200 ყველაფერთან ერთად. მოყვება არის ჩვენი ძმა და მეგობარი Be Quiet-ი, არის 1000 ვატიანი, Be Quiet Straight Power 12 პლუს 80 პლატინუმ სერტიფიკატით. ამ კვების ბლოკის არჩევანში ძირითადი მიზეზი იყო ბრენდის ხარისხი, ფასი და ასევე ის, რომ ამ კვებას გააჩნია პირდაპირ 12 პინიანი კაბელი ვიდეო ბარათისთვის, რომელიც ჩვენ აგერ გვაქვს. მახინჯი დენსკვიტა, რომელიც მოყვება თვითონ ვიდეო ბარათს, მაგას არ ვიყენებთ, პირდაპირ აქედან გამოგვყავს PCI 5.0-ის კაბელი და შეგვყავს ვიდეო ბარათში. და ფასი იმდენად კარგი იყო და ხელსაყრელი ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რომ ამ კვების ბლოკზე გავაკეთეთ არჩევანი. რაც შეეხება ვიდეო ბარათს, 4080 Super-ი TUF Gaming-ის Overclock Edition-ი, ანუ დარაზგონებული ვერსია, იყო ჩვენი საბოლოო არჩევანი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, რომ 4080-ს ძალიან აბსურდული ფასები აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ვიდეო ბარათები მალე გამოდის, არ გადავიხდი რა. 4080 Super-ი ჩვენ შევიძინეთ stock ღირებულებით $1100, 16 GB VRAM-ი, 256 ბიტი, GDDR6, 10240 CUDA core-ი. აღნიშნული ვიდეო ბარათი არის იდეალური გეიმინგისთვის. ამ კონკრეტულ მომენტში რისთვისაც ჩვენ მაწყობთ ყელამდე გვეყოფა და თუ 50 სერიის ბარათები იქნება ადეკვატურ ფასად წარმოდგენილი, როგორც Nvidia გვამცნობს, მასაც შევიძენთ და ამ არხზე განვიხილავთ 50 სერიის ბარათებსაც. თუ აღნიშნულ ფასად იყიდეთ, მხოლოდ რეკომენდაციები შემიძლია გავუწიო. ძალიან ბევრჯერ მაქვს დატესტილი, დიდი ხანი ვიყენებდი ძალიან და ეს ვიდეო ბარათი ამ კონკრეტული სისტემისთვის ახალი არ არის. ეს ბარათი მქონდა მანამდე.
მაგრამ იდეალურია მაინც. ხო, რაც შეეხება დამატებითი მაკომპლექტებელი ნაწილი, რომელიც ვიდეო ბარათისთვის გამოგვადგება, ეს არის თერმალ გრიზლის ადაპტერი. ამ ადაპტერის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ნახოთ და ლაივ რეჟიმში ვაკონტროლოთ, რამდენ ვატს მოიხმარს ჩვენი ვიდეო ბარათი და ნუ ამ ადაპტერს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება 4080 და 4090 სერიების ბარათები ცნობილი იყო იმით, რომ კონექტორი ეწვებოდა, ამით შეგიძლიათ გააკონტროლოთ ძალიან მარტივად. და რაც მთავარია, სისტემისთვის გამოვიყენებთ Crying-Out Extreme თერმოპასტას. თერმოპასტა, რომელიც არის გამოცდილი დროში და დიდი სანდობით გამოირჩევა. ეს ორი პროდუქტი გვაქვს თერმალ გრიზლიდან წარმოდგენილი. ხო, თერმოპასტა უნდა წაუსვათ აი აქ პროცესსაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, ეს ადაპტერი დროებით გადავდოთ გვერდით, რომ ხელი არ შეგვიშალოს. ეხლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს ყველაფერი ერთად კომბინაციაში ავაწყოთ, სისტემაში თავი მოუყაროთ кейსში და საბოლოო შედეგი ვნახოთ. რა თქმა უნდა, კაბელ მენეჯმენტიც გაკეთდება, იმედია მოგეწონებათ. სადღაც 1 საათი დამჭირდება ყველაფრისთვის, კაბელ მენეჯმენტისთვის და ეს სწრაფი ვიდეო და აჩქარებული კადრები ძმა. შენ, ბრატ. ბრატ. ექვსათიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა საბოლოოდ ავაწყეთ სისტემა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ გვეგონა რომ სისტემას დავასრულებდით, ცადეთ სატესტო ჩართვა და სისტემა არ ჩაერთო, BIOS-შიც ვერ შევედით, საერთოდ არ ირთვებოდა. უბრალოდ 0. არანაირი გამოსახულება, არაფერი. არ გქონდა მეორე მოწყობილობა, საიდანაც BIOS გადმოვწერდით და ფლეშკის მეშვეობით განვახლებდით BIOS და რიგი აქტივების გაკეთება მოგვიწია. თუმცა ეგ არაფერი, მოკლედ ბევრი რაღაცა დაჭირდა, ბევრი განახლება, რის შემდეგაც, ძალიან გამართულად მუშაობს უკვე. ერთადერთი რის გაკეთებაც მოგვიწია, ეს არის სლოტების გადაადგილება A2 B2 სლოტში და ამან ცხადია ძალიან ცოტა დრო წაიღო, თუმცა ყველაზე მეტი დრო რამაც წაიღო, ეს იყო კაბელ მენეჯმენტი, რომელიც ჩვენ მე ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგვივიდა, იმიტომ რომ ინა პანელიდან კაბელები თითქმის საერთოდ აღარ ჩანს. გავტესტეთ სისტემა რამდენიმე თამაში, როგორიცაა Red Dead Redemption-ი, Fortnite და Dota, სულ ეს სამი თამაში მეწერა იმ მთავარ SSD-ზე, დამატებითი თამაშების გადმოსაწერად არც დრო არ მქონდა, არც ენერგია, ისეთი დაღლილი ვიყავი, გადავწყვიტე რომ მხოლოდ ამ თამაშებს დავკმაყოფილებულიყავი. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე უნდა გადავიღო სხვადასხვა თამაშების გატესტვის ვიდეო და პლუს ვაპირებთ კიდე რაღაცების გაკეთებას, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. შედეგები არის საკმაოდ კარგი, სასიხარულო, სადღაც 10-15%-იან გაუმჯობესებას იძლევა სტოკზე, არაფერს ველი არ მოგვიკიდია
7950 X3D-სთან შედარებით. 7800 X3D არასდროს არ მქონია და ვადარებ ჩემს პროცესორს, რა თქმა უნდა. მომავალში ვაპირებ კომპიუტერული მიმართულებით ძალიან ბევრი ვიდეო გადავიღო ტექ სიახლეებთან და განხილვებთან დაკავშირებით, რადგან თითქმის ამოუწურავი თემაა და ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც მინდა რომ ქართულად იყოს YouTube-ში და ასევე მინდა რომ მე თვითონ შევისწავლო ეს სფერო ძალიან სიღრმისეულად. თან YouTube ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარება. ერთგვარ мотиваციას მომცემს. უშუალოდ შემდეგი ვიდეო, რომელიც უკვე მაქვს დაგეგმილი იქნება, ამ კონკრეტული გეიმინგ სისტემის უფრო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს BIOS-იდან მის ოპტიმიზაციას, overclocking-ს, ღირს თუ არა საერთოდ overclocking-ი, undervolt-ი ხო არ ჯობია, როგორ უნდა გავაკეთოთ PBO, როგორ უნდა გავაკეთოთ curve optimizer-ი და სხვადასხვა დეტალები. უამრავი დეტალი, რომელიც ცალკე ვიდეოსაგანია. ზურგი, ხელი, თვალი, ყველაფერი წავერთვა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და დაინტერესდით. მოგეწონათ და ისურვებთ მსგავს კონტენტს მომავალში, მომწერეთ, დამიკომენტარეთ, შეძლებიც დაგვარად გავითვალისწინებ რჩევებს. აბა, შეხვედრამდე.